მე მქვია თორნიკე გოგოლაძე, მე ვარ 9 წლის. გიორგი ელისაბედაშვილი 10 წლის. რო შემოვედი დამხვდა ეს ფერები. მწვანე, ყვითელი და წითელი. სავარჯიშო იყო, რომ უნდა დაგველაგებინა ბავშვებისთვის რა იყო სასარგებლო, რისი ჭამა შეუძლიათ. მწვანეზე უნდა დაგვედო ისეთი პროდუქტები, რომ ბავშვისთვის სასარგებლოა. ყვითელზე უნდა დაგველაგებინათ, რისი ჭამაც შეეძლო აი თვეში 1-2-3 ჯერ და წითელზე უნდა დაგველაგებინა, რისი დალევა ან ჭამა არ შეიძლებოდა. ეს არის ყველი. მე დავდებ მწვანეზე. ძეს მწვანეზე დავდებ. რძე, ყველი, ავოკადო და პორტოხალი, იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ ბავშვებისთვის სასარგებლოა ეს პროდუქტები. ყველს მე დავდებ მწვანეს. რძესაც დავდებ მწვანეზე. იმიტომ რომ ყველი შედგება რძისგან და რძეზე ვთქვი, რომ გაზრდაში გეხმარებათ და ყველიც ასევე. ქათმის ბარკალსაც დავდებ მწვანეზე. იმიტომ რომ ქათამიც უფრო იმას იზამს მოგაძლიერებს ავით. მე სენდვიჩს დავდებ ყვითელზე. გააჩნია შიგნით რა დევს და შემეძლო მწვანეზე დადება, მაგრამ არ ვიცოდი, ამიტომაც ყვითელზე დავდე. რაც შეეხება ყვითელს, დავდებ დონატებს. ქათმის ბარკალს და სენდვიჩსაც. ყვითელზე იმიტომ დავდე ქათმის ფეხი და სენდვიჩი და დონატები, რომ ბავშვისთვის ბევრი ჭამა არ შეიძლება. დონატს კიდე ყვითელზე დავდებ. ჩემი აზრით, დონატები არც ისე სასარგებლო არის, მაგრამ თვეში 1-2 ჯერ არაფერს არ დააშავებს. წითელზე ყავა იმიტომ დავდე, რომ ბავშვისთვის არ შეიძლება ყავის დალევა. ყავას კიდე წითელზე დავდებ. ყავა დავდე წითელზე, იმიტომ რომ გულს აჩქარებს და ბავშვებისთვის არ შეიძლება. ამ შენ პროდუქტებს რო უყურებ, ეხა ხო არ გადაადაცვლებდი რამეს? ხო არ? არა. არა? არა. ძალიან მომეწონა ეს შოუ და საერთოდ არ მინერვიულებია. მომეწონა და არ მინერვიულია. ეს ფერები მე დამეხმარა, იმიტომ რომ იყო რისი მიღებაც შეგიძლია, მაგრამ არ არის სასარგებლო. იყო რაც სასარგებლო არის და რაც არის მავნე. ფერებმა მე საქმე გამიმარტივა. ექიმის შეფასებას მე გავითვალისწინებ და მაინტერესებს პასუხი. პროფესიონალი ექიმი მაინტერესებდა რას მეტყოდა. მე უნდა გავამხილო ერთი საიდუმლო. როგორც წესი, ეს სიუჟეტები მზადდება იმ სივრცეში, სადაც მე არ ვარ. რასაკვირველია, ატმოსფერო არის ისეთი, რომელიც არ ახდენს ბავშვების გადაწყვეტილებაზე გავლენას. და როდესაც შემდეგ ვნახულობ ამ მასალას, თქვენთან ერთად ვნახულობ ამ მასალას, ჩემზე ეს ახდენს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას. პირველი ის, რომ უნებურად ფერები, რომელიც შუქნიშნის პრინციპით ორიენტირებად არის განსაზღვრული, ძალიან კარგი წარმმართველია ბავშვებისთვის, რომ არჩევანი გააკეთონ. და მეორე, რაც ძალიან მხიბლავს, ისინი გულწრფელად, საკუთარი ცოდნის და წარმოდგენის შესაბამისად აკეთებენ არჩევანს. საინტერესოა ამ შემთხვევაში თორნიკეს და გიორგის არჩევანი. რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ რძე და რძის ნაწარმი ბავშვებისთვის სასარგებლოა. რა თქმა უნდა, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც პრობლემები არ გვაქვს, მაგალითად, შაქრის აუტანლობასთან, ან როდესაც ჩვენ კონკრეტულად რძის შაქარზე ვლაპარაკობთ, ან რძის შემადგენლობაში არსებულ კონკრეტულ ცილაზე, რომლის მიმართაც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში მეცნიერებამაც დაადასტურა ეს თორნიკეს და გიორგის არჩევანთან ერთად, რომ რძე და რძის ნაწარმი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი საკვები ჯგუფია. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომელიც იყო ამ სიუჟეტში და ზომიერებას უკავშირდება, რომ ბევრის ჭამა არ არის მაინც და მაინც სასარგებლო, თუმცა გარკვეული სითამამე დააკლდა ხორცის პროდუქტებს და მაგალითად ქათმის ბარკალს, როდესაც ყვითელ ზონაში აღმოჩნდა. მე გაცილებით უფრო მეტად მენიშნა დამოკიდებულება, რომელიც უკავშირდება სიფრთხილეს და ფარდოფიდობას. თქვენ წარმოიდგინეთ, ფრაზა გააჩნია რა შემთხვევაში ამ სიუჟეტში ყველაზე კარგად იკითხება. რადგან სწორედ ამ სიუჟეტით ჩვენ დავინახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შვილები პატარები არიან, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა წესით მომზადებული, სხვადასხვაგვარი შემადგენლობით შეიძლება სხვადასხვა ზონაში გადავანაცვლოთ. მაგალითად,
თუნდაც სენდვიჩი. და როდესაც ვლაპარაკობთ ბავშვებთან დაკავშირებულ სარგებელზე, ყველა პროდუქტი ასაკობრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ, მათ შორის ყავაც. ეს იყო მოკლე შეფასება იმ ისტორიისა, სადაც მთავარი პერსონაჟები რასაკვირველია, თორნიკე და გიორგია.